დაწყებული ტურბულენტობიდან დამთავრებული საშინელი საკვებით უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რათა ფრენა არ გვიყვარდეს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მფრინავები ნამდვილი პროფესიონალები არიან. Ამ ეპიზოდში ფრენასთან დაკავშირებული იმ მომენტებს გაჩვენებთ, რომელთა ნახვის შემდეგაც ფრენის აღარასდროს შეგეშინდებათ. ეს აეროპორტი კარიბის კუნძულ სენტ-ბარტსზე მდებარეობს. ამ ადგილას თვითმფრინავების დაშვება შთამბეჭდავად გამოიყურება. სენტ-ბარტელამში მდებარე გუსტავ მესამეს სახელობის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 646 მეტრია. მისი სიგრძის გამო პილოტები თვითმფრინავების დასასმელად დიდ სიფრთხილეს იჩენენ. ტურისტთა უმეტესობა ბილიკის დასაწყისში არსებულ გორაკზე ადის, რათა მათ თვითმფრინავების დაჯდომის მომენტი დააფიქსირონ, მაგრამ ხანდახან თვითმფრინავები ძალიან დაბლა ეშვებიან. ამიტომაც ტურისტებს დახრა უწევთ. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს, აეროპორტში საჰაერო მოძრაობის სისტემები სათანადოდ გამართული არაა. როგორც წესი, ავიადისპეჩერი მაღალ კოშკში ზის და ის მფრინავებს ფრენასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას აწვდის, მაგრამ სენტ-ბარტსის აეროპორტს ასეთი კოშკი არ აქვს. ამიტომაც მფრინავები მხოლოდ ერთმანეთთან კომუნიკაციით ადგენენ, თუ როდის უნდა მიუახლოვდნენ ისინი აეროპორტს. მიუხედავად ამისა, სენტ-ბარტსი ულამაზესი კუნძულია, მაგრამ თუ მის მონახულებას გადაწყვეტთ, უმჯობესია კუნძულამდე გემით მიხვიდეთ. ავტომობილით მგზავრობის დროს ჩვენ გზაზე შესაძლოა უცნაური სიტუაციის მომსწრეინც კი გავხდეთ. კვებექ-სიტიდან აფრენის შემდეგ ფაიფერ ჩეროკის პილოტმა აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავის ძრავი დაზიანებული იყო. მალევე პროპელერიც გაჩერდა. ძრავის გარეშე დარჩენილი მფრინავი საკმაოდ სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ის რაციით ავიადისპეჩერს დაუკავშირდა, მან დაადგინა, რომ ახლომდებარე აეროპორტი ძალიან შორს იყო. ამიტომაც მას მაგისტრალზე დაჯდომა მოუწევდა. მფრინავიც სწორედ ასე მოიქცა. ეს ნამდვილად წარმოუდგენელი სანახაობა იყო, მაგრამ თვითმფრინავის გზაზე დაშვება ყოველთვის იდეალურად არ სრულდება. ავტომობილის მძღოლმა დააფიქსირა მომენტი, თუ როგორ ეშვება თვითმფრინავი მიჩიგანში მდებარე არტეს მაგისტრალზე. ამ რაკურსიდან ჩანს, რომ დაშვება კატასტროფულია, მაგრამ რეალურად ყველაფერი კარგად დასრულდა. მსგავსი შემთხვევა ერთ-ერთმა სამეთვალყურეო კამერამაც დააფიქსირა. ამ კადრებზე ჩანს, რომ მინესოტაში მდებარე 35 მაგისტრალზე თვითმფრინავი გზაზე ეშვება მას შემდეგ, რაც ის მწყობრიდან გამოდის. მფრინავებმა ავტომობილებთან შეჯახებას თავი არიდეს და თვითმფრინავი გზაზე მარტივად დასვეს. 2015 წელს მფრინავი რომენ ჟანტო საფრანგეთის გვიანის ქალაქი კურუს აეროპორტიდან Sky Ranger-ით აფრინდა. ის ფიქრობდა, რომ მასთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იყო, მაგრამ რეალურად თვითმფრინავში უბილეთო მგზავრიც იმყოფებოდა. აფრენიდან ერთი წუთის შემდეგ მან კატაში ამჩნია, რომელსაც ცოტა ხნით ადრე თვითმფრინავის ფრთაზე დასცინებოდა. კატის შემჩნევის შემდეგ რომენმა სიმშვიდე შეინარჩუნა. თვითმფრინავი მოაბრუნა და აეროპორტისკენ წავიდა. მოგვიანებით რომენმა განაცხადა, რომ მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ როდის ავიდა კატა თვითმფრინავის ფრთაზე, მაგრამ დიდი ალბათობით ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან გაფრენის წინ თვითმფრინავი შეამოწმა. მოგვიანებით კატა აეროპორტის ერთგვარ თილისმად იქცა, მაგრამ უმჯობესია ამ კატამ აეროპორტებისგან თავი შორს დაიჭიროს, რადგანაც ამ შემთხვევის შემდეგ მას ერთით ნაკლები სიცოცხლე აქვს. ალპები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მთებია. ის მაღალი მწვერვალებითა და მომაკვდინებელი ზვავებითაა ცნობილი, მაგრამ ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ზონაცაა. 120 მილიონზე მეტი სნოუბორდისტი და ალპინისტი ამ მთებს ყოველწლიურად სტუმრობს. სამაშველო ვერტმფრენები ამ ადგილას ყოველდღიურად აფრინავენ, რადგანაც მთებში ტრამვებს უამრავი ადამიანი იღებს, მაგრამ საინტერესოა თუ როგორ ჯდება ვერტმფრენი მთის ფერდობზე. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტექნიკა საკმაოდ სახიფათოა, მაშველები ადამიანების დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან. უამრავი ადამიანისთვის ბრიტანეთი ჩაისთან და სამეფო ოჯახთან ასოცირდება, მაგრამ ბრიტანელებს განსაკუთრებით ამინძე საუბარი უყვართ. ყველა მიცის, რომ ბრიტანეთში ხშირად წვიმს. 2022 წელს ქვეყანას თავს ძლიერი შტორმი ფრანკლინი დაატყდა, რომლის სიჩქარეც 121 კმ/სთ იყო. შტორმმა უამრავი ობიექტი დააზიანა, მათ შორის იყო მანჩესტერში მდებარე აეროპორტის ასაფრენი ბილიკიც.
ბილიკების უმეტესობა ღია სივრცეშია განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ძლიერი ქარისგან არაფერი იცავთ. ამიტომაც გვერდითი ქარის დროს თვითმფრინავებს დაშვება საკმაოდ უჭირთ. დატვირთული Boeing 747 თითქმის 400 ტონას იწონის, მაგრამ შტორმი მას აქეთ-იქით ისე დაატარებდა, თითქოს ის ქაღალდის ყოფილიყოს. შტორმის დროს Boeing-ებზე მეტად ფრენა მცირე ზომის თვითმფრინავებს უჭირთ. დაშვების მცდელობის დროს ერთ-ერთი თვითმფრინავი საკმაოდ სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგანაც ქარის გამო მისი ფრთა თითქმის მიწას შეეხო. რამდენიმე წამის და კატასტროფა მოხდებოდა, მაგრამ მფრინავმა თვითმფრინავი კვლავ ჰაერში აფრინა. წრე დაარტყა და დაშვება კიდევ ერთხელ სცადა. ხშირად დაშვება ფრენის ყველაზე რთული მომენტია. შტორმის გამო კი მგზავრებს დაშვება ორჯერ მოუწიათ. მიუხედავად იმისა, რომ შტორმი ფრანკლინი ძლიერი იყო, უკანასკნელ წლებში ბრიტანეთში ბევრად გამანადგურებელი შტორმების დაფიქსირდა. 2021 წელს შტორმი ბარას გამო, რომლის სიჩქარეც 130 კმ/სთ იყო, საფეხბურთო მატჩები გადაიდო. ასეთ ძლიერ ქარში ფეხით სიარულიც კი საშიშია. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ თვითმფრინავის პილოტები. ძლიერი ქარის მიუხედავად, მანჩესტერის აეროპორტის თავზე მფრენი თვითმფრინავის პილოტმა დაშვება განაგრძო და მან დაამტკიცა, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია. 2019 წლის აგვისტოში ვაშინგტონის პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერი პატრულირების დროს საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა. როგორც წესი, პოლიცია ეჭვმიტანილის დევნას მიწაზე იწყებს, მაგრამ ამჯერად ყველაფერი არა მიწაზე, არამედ ჰაერში დაიწყო. პოლიციის ვიდეო რეგისტრატორმა დააფიქსირა მომენტი, თუ როგორ დაფრინავდა თვითმფრინავი მიწასთან ძალიან ახლოს. ოფიცერმა ავტომობილი მოაბრუნა და თვითმფრინავს აედევნა. საბედნიეროდ მას დამატებითი ძალების ჩართვა არ დასჭირდა, რადგანაც პილოტმა თვითმფრინავი მიწაზე თავად ვედასვა. ყველაფერთან ერთად პილოტი მოძრაობის წესებსაც იცავდა. მან თვითმფრინავი წითელ ფერზე გააჩერა. როგორც აღმოჩნდა, ფრენის დროს საწვავის მიმწოდებელი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც თვითმფრინავში ბენზინი ძალიან სწრაფად იცლებოდა. როდესაც პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა, პილოტისთვის ბორკილების დადების ნაცვლად ის მას თვითმფრინავის გზიდან ნაპირზე გადატანაში დაეხმარა. ალბათ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ზღვის სანაპიროზე დასვენება, მაგრამ მოულოდნელი სიტუაციები შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მოხდეს. ეს ვიდეო 2021 წელს ფლორიდაში საჰაერო შოუს მსვლელობის დროსაა გადაღებული. ერთ მომენტში თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც მან ვარდნა დაიწყო. მფრინავმა კატასტროფის თავიდან არიდება მაინც შეძლო. მან თვითმფრინავი ადამიანებს აარიდა და ოკეანეში ჩავარდა. ჩავარდნის მომენტში წყალში რამდენიმე ადამიანი ცურავდა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. როდესაც თვითმფრინავი წყალში ჩავარდა, ადამიანთა უმეტესობა პილოტის დასახმარებლად გაიქცა. მოგვიანებით თვითმფრინავი წყლიდან ამოიღეს, მაგრამ ის იმდენად იყო დაზიანებული, რომ მისი შეკეთება შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ პილოტი არ დაშავებულა. მან კაბინიდან გამოაღწია. თვითმფრინავის ფრთაზე დაჯდა და დაფიქრდა, თუ როგორ აუხსნიდა ის ამ სიტუაციას მის უფროსს. თვითმფრინავის წყალზე დასმა შესაძლოა საშიში იყოს, მაგრამ კიდევ უფრო საშიში მისი ქვიშაზე დასმა. ამ ფაქტს შემდეგი ორი ვიდეოც ადასტურებს. Its engine stopped. Did it?
ეს ვიდეოები სხვადასხვა ადგილასაა გადაღებული, მაგრამ ორივე შემთხვევაში მფრინავებს პრობლემა სანაპიროზე ფრენის დროს შეექმნათ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ რბილ ზედაპირზე დაშვება ისეთზე, როგორიც მაგალითად ქვიშაა უსაფრთხოა, მაგრამ რეალურად დაშვების დროს ასეთი ზედაპირი ბევრად სახიფათოა. თვითმფრინავის საბურავები მაღალი სიჩქარით მყარ ზედაპირზე მოძრაობისთვისაა შექმნილი. როდესაც ბორბლები ქვიშას ეხებიან, ისინი მიწაში სწრაფად ეფლობიან, რის გამოც შესაძლოა თვითმფრინავი ამობრუნდეს. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში მფრინავებმა რთულ სიტუაციას თავი წარმატებით გაართვეს. თუ თქვენ ჩვეულებრივი თვითმფრინავები გაშინებთ, მაშინ წარმოიდგინეთ თუ როგორი იქნება თვითნაკეთი თვითმფრინავით მგზავრობა. 2009 წელს კაილ დევისმა და ჯოს ურევიჩმა საკუთარი თვითმფრინავის აწყობის შემდეგ მისი გამოცდა გადაწყვიტეს. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მალევე თვითმფრინავის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა. მაიკლისა და ჯოსთვის ეს სიტუაცია გადარჩენისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. ძრავი ერთ მომენტში მოულოდნელად ჩაირთო, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ის კვლავ გაითიშა. თავდაპირველად მათ თვითმფრინავის დასმა მდელოზე სცადეს, მაგრამ მათი საფრენი აპარატი ძლიერ ზედაპირზე დაშვებისთვის იყო განკუთვნილი. ამიტომაც კაილმა ის ასფალტიანი გზისკენ მიმართა. წარმოუდგენელია, მაგრამ მათ თვითმფრინავი გზაზე უსაფრთხოდ დასვეს. ერთი შეხედვით ფრენა მარტივია, მაგრამ რეალურად ეს ასე არაა. მფრინავმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ასობით საათი უნდა იფრინოს. ყველაფერთან ერთად ფრენის დროს მუდმივი ყურადღება და რკინის ნერვებიც აუცილებელია. 2022 წლის მაისში მამაკაცი, რომლის სახელიცაა დარენი, ცესნას ტიპის თვითმფრინავით მგზავრობის დროს ნამდვილ კოშმარში აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ 9 კილომეტრის სიმაღლეზე პილოტმა მოულოდნელად გონება დაკარგა. დარენმა ყველაფერი სცადა, მაგრამ პილოტი გონზე მოსვლის ნაცვლად სამართავ ბერკეტზე დაეცა, რის გამოც თვითმფრინავი პირდაპირ ოკეანისკენ დაეშვა. დარენს სხვა ვარიანტი აღარ რჩებოდა. ამიტომაც ის პილოტის ადგილას დაჯდა და თვითმფრინავის მართვას სცადა. ის ავიადისპეჩერს დაუკავშირდა და მას სიტუაცია აუხსნა. I've got a serious situation here. My pilot has gone incoherent. I have no idea how to fly the airplane, but I'm maintaining at 9100. 333 Lima Delta, Roger. What's your position? I have no idea. I can see the coast of Florida in front of me, and I have no idea. ორდინატორმა პირველ რიგში თვითმფრინავის ტიპი გაარკვია. ამის შემდეგ კი მისი მართვის შესახებ საჭირო ინფორმაცია მოიძია. მალევე დარენმა მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ლექცია მოისმინა. 3 Lima Delta, Roger. Try to hold the wings level and see if you can start descending for me. Push forward on the controls and descend at a very slow rate. საბოლოო ჯამში მან თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა. სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, სხვა მფრინავები ამ სცენას გაოცებულნი აკვირდებოდნენ. American 1845, you can make the left turn there, hold short of 10 left. It's going to be a couple minutes. You just witnessed a couple passengers land that plane. Not a problem. Go ahead and continue. We'll hold short 10 left, American 1845. Man, they did a great job. Did you say the passengers landed the airplane? That's correct. Oh my gosh, yeah, no, great job. No flying experience. We got a controller that worked them down. That's a flight instructor. That's it. ეს იღბალი იყო თუ დარენი ნამდვილად ნიჭიერი იყო არავინ იცოდა, მაგრამ მთავარი ის იყო რომ ის მიწაზე უსაფრთხოდ დაეშვა. ექიმებმა პილოტს პირველადი დახმარება გაუწიეს და ის კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმფრინავის წარმატებული დაშვება ასაფრენ ზოლზეა დამოკიდებული და როგორც უკვე ვნახეთ, ქვიშიანი ან ქარიანი ადგილი ამ პროცესს საკმაოდ ართულებს, მაგრამ ვერტმფრენის პილოტებს დაჯდომა თითქმის ყველგან შეუძლიათ. ამ ფაქტს ნორვეგიის საჰაერო სასწრაფო დახმარების ვერტმფრენის პილოტი ლარს ანდალიც დაადასტურებს, რომელიც 2013 წელს ერთ-ერთ გზაზე მომხდარი ავარიის ადგილას მივიდა.
ადგილზე მისვლისას ლარსმა აღმოაჩინა, რომ გზაზე უამრავი ავტომობილი იყო, რის გამოც ის ვერტმფრენს ვერსად დასვამდა. ამიტომაც მან ექიმი გზასთან რაც შეიძლება ახლოს მიიყვანა, რათა მას დაშავებულთათვის დახმარება გაეწია. აი ამ მფრინავმა კი ვერტმფრენი პირდაპირ ხიდის ჭებირზე დასვა. შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს მონტაჟია, რადგანაც თვითმფრინავის პროპელერი ნელა ბრუნავს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მისი ბრუნის სისწრაფე კადრების სიხშირეს ემთხვევა, როგორც მაგალითად ამ ვიდეოში. დღეისათვის კი სულ ეს იყო. რომელი მომენტი მოგეწონათ ყველაზე მეტად? დაწერეთ კომენტარებში.